საღამოშვიდობისა, ეთერში ვართ. ზაზა დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხარ. დრო ნახე და ენერგია და დავიწყოთ რა საღამოა თბილისში, დილა ამერიკაში და რა ვიცი, აი მოდი ჯერ საქართველოზე ვილაპარაკოთ რა და მე შენაზე ძგინა, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ისეთი გაიბურდა პერსპექტივაც არ იყო ძალიან სახალისო, მაგრამ ამ ბოლო დროს აქედან ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს, რომ ბევრი მეკითხება სხვათა შორის ჩემი თანა ემიგრანტი, ასე ვთქვათ, რომ რა გოშველება, რაღაცა გამოსავალი არ არის, რა ვქნათ, ხო და როგორ ხედავ მან რა გითხარი რაღაც ცოტა. ხო, საღამოშვიდობის, კი არა და დილამშვიდობის, ვინც ამერიკიდან გვიყურებს. არა, გამოსავალი არ არის, ეხა ეგ ძალიან ისეთი ცუდი ნათქვამია და ხო, ქართული ვაივიშია რა. კი ბატონო, ხო, გამოსავალი ყოველთვის არის და ხა ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვფიქრობთ, როგორც საზოგადოება, როგორც ქვეყანა, რომ ამაზე ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ, უბრალოდ რთული ვითარებაა. ამ რთულ ვითარებას ნამდვილად აქვს სუბიექტური მიზეზებიც, მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას ობიექტური მიზეზები სჭარბობს. ამ სუბიექტურ მიზეზებზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია, საქართველოში რა მინუსებია, მრავალმხრივ პარტიული თვალსაზრისით, ოპოზიციური თვალსაზრისით, მედია პოლიტიკის თვალსაზრისით, ამ ხრივ არაფერი შეცვლილა, შეიძლება გარკვეულწილად უკუსლაც არის რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ არის დღეს გამსაზღვრელი. დღეს გამსაზღვრელი არის ის საერთაშორისო ვითარება, რომელიც შეიქმნა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ის სიტუაცია, როდესაც საქართველოს ძალიან პატარა გავლენა აქვს, საერთოდ რამე გავლენა თუ აქვს ამ მოვლენებზე, ხო? მოდი ახლა ასეთ რაღაცა ვნახოთ, ახლა ზოგი ადამიანი საყვედურობს საქართველოში იმ ადამიანებს, რომლებიც, კრიტიკულად გამოხატავენ ხოლმე თავის აზრს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ და შეიძლება ახლა ამაზე არ დავაფეს, სწორია, არასწორია, ეს გვერდით დავტოვოთ, უბრალოდ თავის უფლება აქვს და თავის ხედვა აქვს გზაზე. ხო, ანუ ამაზე შინაარსობრივად ახლა არ დავავალ, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ შევადაროთ ივანიშვილის რეჟიმი არც კი ცდილობს საერთოდ რაიმე ტიპის კომუნიკაციაში შესვლას, ან შეიძლება ცდილობს და არ გამოდის ტრამპის ადმინისტრაციასთან. ამასთანავე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს მათი ოცნება იყო კიდევაც, ხო, რომ გავიხსენოთ ივანიშვილი როგორ მოდიოდა ხელისუფლებაში, პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველო არის პატარა სოფელი, რომელმაც თავისი ადგილი უნდა იცოდეს, რომელიც არ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი რუსეთსა და შვენიერად ზნობს ამ შემოღობილში მაშინ რა ქვია. კი ბატონო, ხო და შეიძლება რაც ჩვენ მიგვაჩნია წარუმატებლობა, შეიძლება ვიღაცისთვის არის ძალიან დიდი წარმატება. შეიძლება ზუსტად ეს იყო ივანიშვილის ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწია კიდევაც, ხო? იმაზეა ხო, როგორ შევხედავ და რა გვიხარია. ამას წინათ ვიხსენებდით ზუსტად, რომ დღეს რეჟიმს უხარია ის, რომ ელჩი შეხვდა ივანიშვილის წარმომადგენელს. მეკითხა, რომ ძალიან ისეთი შეფასებებია სხვადასხვა მხარეს და შენ როგორ უყურებ ამას, ეს რა არის? რა ფაქტი როგორ გავსაზღვროთ? ამათ მართლა უხარია? უხარია თვითონ ფაქტი, ხო და ეგ არის სასაცილოა და სევდიანია იმავდროულად სადამდე მიიყვანეს ქვეყანა, რომ ისეთი რუტინული ფაქტი, როგორც არის ელჩის, ადგილზე მყოფი ელჩის შეხვედრა ივანიშვილის წარმომადგენელთან, მე სახელმწიფოს წარმომადგენელს ვერ დავარქვი მაქალბატონს, გახდა მათთვის რაღაც ზარზეიმის საფუძველი და ეს მაშინ, როდესაც ჩვენ რა ვითარებაში ვიყავით, ამერიკის პრეზიდენტი ჩამოდიოდა თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოდიოდა, გვაქებდა, ჩვენზე ლაპარაკობდნენ ლორდთა პალატაში, რეგიონისთვის სამაგალითო რეფორმატორები ვიყავით, მოლდოვიდან დაწყებული, ყირგიზეთით დამთავრებული და აფრიკით გაგრძელებული, ყველა ჩვენ რეფორმებზე საუბრობდა და აკოპირებდა მათ, ხო და ეხლა უხარიათ ის, რომ ვიღაც მორიგი ივანიშვილის წარმომადგენელი ახერხებს და ხვდება ამერიკის ელჩს, რომელიც ისედაც საქართველოშია და რომელიც კარგი რამე გაიხსენე. სიტუაცია როგორი იყო, რომ პირიქით, ესე იგი ჯერ სტუმარი მოგწინდება რა, კიდე ვიღაცა მოდის და კიდე ვიღაცა მოდის, უკვე ის იყო რა. ხო, კარგი, ახლა ცოტა რომ გადავატრიალოთ. აი ელჩის ვიზიტთან ჩვენებს უხარია და რაღაც ვერ გაიგებ რა არის, ჩვენებს ისე ვამბობ რა. რა ჩვენები არიან ეგენი, მაგრამ ჩვენები ნამდვილად არ არიან, რუსები არიან, ხო. ამერიკის თუ გამოჩნდა რამე დამოკიდებულება, რამე ხო არ გამოაშკარავდა მაგ ელჩის ვიზიტით. ზოგი ამბობს, რომ აღიარეს, ზოგი ამბობს, პირიქით პრეტენზიები დაუყენეს. შენ რა შთაბეჭდილება დარჩა მათი მხრიდან რა გამოიკვეთა?
ხო, რამდენიმე ვერსია არის იმის შესახებ თუ რა მოთხოვნები იქნა წაყენებული. ახლა ჯერ დავიწყოთ, მე არ მიყვარს ხოლმე ამ ვიზუალზე განსაკუთრებული მნიშვნელობის გაკეთება, აქცენტის დასმა, იმიტომ რომ გაიღიმა არ გაიღიმა და ხო, გაიღიმა არ გაიღიმა თუ რა სახით იჯდა. ახლა ივანიშვილი გვახსოვს მაგალითად 2018 წელს მეორე ტურის წინ მართლა მკვდრისფერი ედო, ხო? ისე შეეშინდა, როცა თავისი კანდიდატი, რომელიც ახლა ჩვენი კანდიდატია, სალომე ზურაბიშვილზე მაქვს საუბარი სრული ირონიით, რო ვერ გაიყვანა ის ხალი, მაშინ მართლა მკვდრისფერი ედო, ხო და ხალხი ამით ზეიმობდა, რომ ნახე როგორ რას გავს, ვირთხასავით არის. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ხანდახან შეიძლება ვიზუალი არ იყოს მართლაც მათთვის ახარბიელო, მაგრამ ამაზე აქცენტის დასმა და ამით სიხარული მე მგონი არაფერს არ მოგვიტანს და შორსაც აგვიყვანს. თუმცა დიპლომატიურ ეტიკეტში არის ისეთი რაღაცეები, რაც გამოხატავს შეხვედრის არსს, ხო? დიპლომატიურ ეტიკეტში გამოხატული იყო ეს გაუღიმარი ფონი, კი ბატონო, ცხადია, ხო? ეს არ იყო მეგობრული შეხვედრა, ასევე იყო შეხვედრა, რომლის ბოლოსაც ფოტო რო გადაიღეს ბოჭორიშვილსა და ელჩ შორის მეტნახევარი იყო, მგონი დაშორება და ესეც ძალიან ხაზგასმული დისტანცირებაა. რაც შეეხება შინაარს, ახლა რამდენ თავს ვერავინ ვერ დადებს, ცხადია, ვინაიდან ჩვენი კარყოფილ ვარ და ყველა წყარო არის მეორადი წყარო, მაგრამ ინფორმაციები, რომელიც მოვიდა, ყველა დაკავშირებულია გარკვეული ტიპის მოთხოვნებთან და ამერიკელებმა ზუსტად ეს თუ რა უნდა გააკეთოს ივანიშვილის რეჟიმა იმისთვის, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის გადაიტვირთოს ართქმულა, მაგრამ რომ რაღაცა ტიპის ნორმალიზაციის დაწყება მოხდეს. ყველა ვარიანტში, რომელიც გაჟონილ იქნა, ფიგურირებს ახალი არჩევნების საკითხი და ასევე არსებობს ის ვერსიები, რომ საუბარი იყო ანაკლიაში ჩინელების არჩეშვებაზე, საუბარი იყო იმ ნარკოტრასის გაკონტროლებაზე, რომლადაც ივანიშვილმა აქცია საქართველოს, საერთაშორისო ნარკოტრასად აქცია და ასევე რაღაც შედარებით უმნიშვნელო, შედარებით ვიძახი ამათთან შედარებით უმნიშვნელო საკითხებზე. რაც შეეხება აღიარებას, ფორმალურ აღიარებასთან ეს ახლოს არ იყო, რა თქმა უნდა, დე ფაქტო აღიარება ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამან ნამდვილად არ უნდა შეგვაშინოს, ვინაიდან მოგწონს არ მოგწონს, ამ ტერიტორიას დღეს ეკძალა აკონტროლებს. ეს არის მოცემულობა და ვისაც უნდა რომ ამ მოცემულობაში რაღაც გააკეთოს, რაღაც იმოქმედოს და მადლობა ღმერთს რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ინტერესი ჩვენს რეგიონში ჯერ კიდევ აქვს და იმედია რომ ყოველთვის ექნება, მათ ამ მოცემულობიდან უნდა დაიწყონ ამოსვლა და მათთან საუბარი. ანუ დე ფაქტო აღიარებაში თავისთავად პრობლემა არ არის. აქ თავარი არის რომ ეს არ გადაიზარდოს არჩევნების ლეგიტიმაციაში და ამ რეჟიმისთვის ქართველი ხალხის წარმომადგენლობის მინიჭებაში, ხო, რაც მათ არ გააჩნიათ. აი ეს უკრება ახსენე და აქეთ რომ ეხა დაამთავრე რაც გინდა რა საპირველება რა მინდა რომ გითხო რომ ეხა აი ადგილობრივ არჩევნებზე რო წავიდა ლაპარაკი და რაღაცა შემაშფოთა ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური მიმართულების თქვა რომ რაღაცა ეჭვი გაჩნდა რომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა შე როგორ თქვი ამის შესახებ და მეორე შე რო თქვი რომ მათი კანდიდატი ეხა ჩვენი კანდიდატია კი მეც ვამბობდი რომ ეს არის ერთადერთი ოფიციალური რაღაცა დარჩენილი ისა მაგრამ ეხლა საყვედურობენ მაგალითად მე ვიღებ პირად საყვედურად რომ რატო ღიზიანდები და პირველ რიგში ერთადერთი მოკავშირე რაც არ უნდა სიმპათია ანტიპათიით ვიყოთ ამერიკის ადმინისტრაციამდე დაიწყო რაღაც უცნაური ისა რაც ჩვენი საქმე მე მგონი არ არის და სხვანაირად ქართული ინტერესი უნდა იყოს და მეორე ეს რაც გამოვიდა და რაღაცა ერთიანობა გვინდა არ გვინდა რაღაც ვერ გავიგე უკვე მე მგონი მავნებლობს და ეს მე შემილია ამის თქმა რომ პოლიტიკური ისენი არ ამაქვს არაფერი და ჩემ პირადს გამოხატავ და აი შე როგორ ხედავ ამ სიტუაციას ეხლა ისე უნდა გქონდეს იმედი და ასე ვთქვათ რაღაცნაირად ხელი შეუწყოთ თუ პირიქით ვთქვათ რომ რაღაც ბოდიში და აზზე მოდია ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება თორნიკე რომ ვისაუბროთ ძალიან გულღიად და თან იმ პოზიციიდან როდესაც არ გვიწევს ადრე ნათქვამის შეცვლა მე ყოველთვის თანმიმდევრული ვიყავი ასე მგონია ზოგადად და კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით არასდროს არ გამიგმირებია ღმერთმა დამიფაროს არასდროს ილუზიები არ მქონია ყოველთვის მახსოვდა საიდან მოდის რა გზა გაიარა როგორ მოვიდა და უკეთეს შემთხვევაში ვამბობდი რომ კი ბატონო ამ წუთას რასაც ამბობს სწორია მაგრამ ამას უნდა მოსდევდეს ქმედებები და ეს ქმედებები უნდა ისახოს შინაარსობრივად ოპოზიციის საერთო ქმედებებში ხო დღეს რასაც ამბობს აი წარმოიდგინეთ ჩვენ ვამბობთ ერთი მხრივ რომ რეფერენდუმია რომ ტერი შემოგვესია კი არა დაპყრობილები ვართ ეხა
ილუზია ნუ გვაქვს, ანუ ეს კი არა რომ ეს ის ვითარება კი არა რომ დასავლური გზიდან გადაუხვია საქართველოს მან ევროკავშირში ინტეგრაციაზე უართ. დღეს ჩვენ დე ფაქტო ვართ რუსული სამყაროს ნაწილი. დღეს აქ ხედან რუსების ხედან ივანიშვილის რომელ რეზიდენციაში მე არ ვიცი, მაგრამ ისინი კოორდინირებენ ამ მესიჯებს. ახლა ვიღაცები რომ გამოყვათ ახალწამოჩიტული ზოგი ძველი და გამოვრძმედილი კგბ-შნიკი, რომლის საფუძვლით საჩივრითაც ახლა ფონდები დააყადაღეს და ასე შემდეგ. ეს მეორე ხარისხოვანია, მაგრამ თავარი ისაა რომ ამ პროცესებს დე ფაქტო რუსები წარმართავენ, ხო? ამ ვითარებაში წარმოიდგინე ხა მტერია ქვეყანაში შემოსული და მე და შენ რო თქვა რომ მოდი შენი სახლი დაიცავე, მე ჩემს სახლს დავიცავ და კიდე ჩვენმა ბიძაშვილმა იმა თავისი სოფელი გაამაგრა. ხო, ჯაბარებულები ვართ რა. ხო და კოორდინაციაში ვიყო, დაურეკოთ ხოლმე ერთმანეთს. ეხა მარაზმია პირდაპირ თქვათ ეს, რა კოორდინაციაზეა საუბარი. ასევე საუბარია იმაზე რომ ეხა იქ როცა ხედან ადამიანები ყველას რაღაცა ტიპის წარმომადგენლობითი დატვირთვა უნდა კონდეს, ხო? ვინც ზის, მის უკან იყოს, უნდა იყოს რაღაც საარჩევნო ძალა, რაღაც კონკრეტული პლატფორმა, ხო? ეხა მეც დავიხმე პარტიას, შენს დაიხმევ და მაშინ შევიყავ 200 პარტია გვაქვს, ხო იქ საქართველოში და დაждდეს 200-ვე პარტია. სერიოზული უნდა იყოს ეს ყველაფერი, კოორდინაციის მესიჯით რო გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი, ნუ ძალიან ბევრმა ჩათვალა საჭიროდ და დროულად რო ეთქვა რომ ხა აღარ ჯდება არაფერში ეს სიტყვების რა ხარუხი და რა კოორდინაციაზეა საუბარი, ან ყველანი ერთად დავდგებით და ძალაერთობაშია გერბზე გვიწერია და საერთოდ ჩვენი ისტორიაც ამაზე მეტყველებს, ხო? მტერი ყოველთვის ცდილობდა დაქუცმაცებას და როდესაც ვიყავით დაქუცმაცებული, მტერი სათითაოდ ღვთისმშავდა ბრძოლიდან და გვიპყრობდა როგორც ქვეყანას და რა შეიცვალა ეხა რომელიღაცა კვლევამ სადაც პროცენტ ნახევრის განსხვავება ამოვიდა იმან შეგვიცვალა მთელი ისტორია, მთელი აზროვნება, მთელი ფსიქოტიპი. ეხლა აი სხვა შეიძლება ვატყუებთ, მაგრამ საკუთარ თავს ნუ მოვიტყუებთ რა და საკუთარ თავსაც ნუ მოვიტყუებთ და ნურცხვას მოვატყუებთ კიდევ ერთხელ და ვინც ამაზე ტყუდება, ნუ მოდი ასე ვთქვათ, ნუ უკეთეს შემთხვევაში მიამიტია. შეუძლებელია რომ ამ ბრძოლაში იყო და ამტკიცებდე ვიმეორებ რომ შენი სახლი გაამაგრე, მე ჩემ ეზოს გავამაგრებ და ტელეფონზე დაურეკოთ ერთმანეთს და კოორდინაციაში ვიყოთ. აქ ან ყველანი ვიბრძვით გადარჩენისთვის ერთიანად და ან ასე სათითაოდ და ნაწილ-ნაწილ ამ ქვეყანას დაეპატრონება საბოლოოდ რუსი. მაგის იმას რეზერვს ხედავ რაღაცა აი ყველას გვესმის, ყველამ ამბობთ რომ რაღაც ერთიანობა, იგავარაკი ყველას საკითხია რომ ბევრი ის არის ერთად ვერ გადატეხეს და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ხედავ ვამბობთ ახლა მე შენ დარწმუნებული ვარ, მე შემიძლია და შენ შეგიძლია გადავდო ყველაფერი და ვთქვა რომ ახან ერთი მიზანია, მე ზაზასთან ერთად ამას და ამას გავაკეთებ რა. მაგრამ საზოგადოდ ჩანს ეს სიტუაცია თუ ისეთია ეს დათითოების განზიდულობის ძალა ესე რომ გადაულახავია ფაქტიურად. მოდი პირდაპირ თქვათ, რეალურად განზიდულობის ზალა არ არსებობს. არსებობს რამდენიმე კონკრეტული პოლიტიკოსი თუ პიროვნება, რომელსაც არ უნდა რომ ეს ერთიანობა შედგეს. რამდენიმე ერთეულებზე მაქვს საუბარი. და არსებობს საზოგადოება გადაულახეთ ამ ერთეულობის წინააღმდეგობა. რა ვიცი, იმიტომ რომ რესურსები აქვს ამ ერთეულებს და რაღაც გავლენები, რომელთა ფესვებსაც ახლა არ გავყვები და არ შეგაწყენთ ამით თავს, მაგრამ ნუ ამ პოზიციაში რო არ იყვნენ, ცხადია, მაშინ არ ექნებოდა მათ პოზიციას მნიშვნელობა, ანუ ეს ძალა რო არ ქონდეთ და ეს რესურსი, ხო? მაგრამ საზოგადოების დაკვეთა ცალსახად ერთიანობაა. საზოგადოების დაკვეთა არის, რომ დადექით ერთად. საერთაშორისო საზოგადოების პოზიციაც ეს არის. ყველა ჩვენი მეგობარი მაგას გვეუბნება, რომ ეხლა რო ჩამოდის ვიღაცა 2%-იანი პარტია, 7%-იანი პარტია და 11%-იანი პარტია, ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ რაღაცა ქენით, ანუ ან ერთად დადექით და ან ჩვენ ბევრად უფრო დიდი და უფრო სერიოზული და უფრო გლობალური პრობლემები გვაქვს, ვიდრე საქართველოსთან 7 დელეგაციის მიღება. ხო და ეს ძალიან მარტივია სინამდვილეში, ვიმეორებ, აქ ტრადიციული ქართული ეგოების ამბავია, ნუ ეგოებს კიდე თავის მხრივ რაღაც კონკრეტული ინტერესები ყვებავს, ყოველთვის კეთილსინდისიერი ინტერესები არა და აი ეს გვირთულებს ამოცანას, მაგრამ ჩვენი მიზანია რომ საზოგადოების დაკვეთა იყოს ცალსახა, იყოს ძალიან დიდი წნეხი, რომ ამას უარი ვეღარ უთხრან, იმიტომ რომ ვიმეორებ, სხვა შემთხვევაში აზრი არა აქვს, ესე გათითოკაცებულად, განცალკევებულად შენი ეზო, მე ჩემი ეზო, იმ რაღაც იმ პლატფორმიდან, ლიბერალური პლატფორმიდან, ამან ცოტა მემარჯვენე ცენტრისტული პლატფორმიდან აღარ არის ეს არაფერი რელევანტური, რაღაც პარტიები აღარ არის რელევანტური, ან ეხლა ჩვენ ამ ქვეყანას ვინ არჩუნებთ და საქართველოს გვექნება დამოუკიდებელი ვიქნებით და მომავლისთვის გვექნება შანსი რომ ევროკავშირის და ნატოს წევრიც გავხდეთ და ყველაფერი ის გავაკეთოთ, რაზეც გვიოცნებია და რისთვის გვიბრძოლია, ან რუსები საბოლოოდ წაიღებენ აქაურობას და ვინც დღეს ქუჩაში დგას და ვინც
კიდევ შერჩენია აქაურობას მებრძოლი, იმათაც ან ციხეში მოუწევთ წასვლა და ან საქართველოსთან ემიგრაციაში წასვლა. ზაზა, აი ხა ბოლოს რო ესე იგი სულ რაღაცა შვიდის ზდის წნეხს ხელისუფლება, რა, ნუ ერთი მხრივ ეთქობა, რომ ვერ ერევა ამ სიტუაციას, მეორე მხრივ რაღაცნაირად პროგრესულია ეს ყველაფერი. აი ეს ბოლო აქტი ეს დაყადაღება ანგარიშების, გარდა იმისა, რომ საპროტესტო, ასე ვთქვათ, მონპროტესტში მონაწილეების დახმარება იყო, ჩვეულებრივად ამოწყობი ბავშვების დახმარება შეწყვიტეს. ამის გარდა ხო რაღაცა საშინელება წავიკითხე. ეს ორი დღეა Facebook-ზე და ეს ხო არნიშნავს, რომ რაღაცნაირად უნდა აქედანაც ცოტა უფრო კრეატიული პროტესტი იყოს და სხვადასხვა ფორმები მოძებნოთ და რაღაცა გადასახედია, იმიტომ რომ მოდის წნეხი და აი ამ სიტუაციას როგორ აღწევ. რა ვქნათ აი კონკრეტულად ამ შემთხვევაში და ახალგაზრდები ვთქვათ როგორ ჩაერთონ ეს თლიანად ეს ყველაფერი და შტაბ-ბილება შენი ბოლო აი ამ რეპრესიას. ხო, ეს არის რუსების პასუხი ამერიკელების შემოთავაზებაზე, ჩვენ ვისაუბრეთ იმ შეხვედრაზე, რომელიც შედგა ამერიკის ელჩსა და ივანიშვილის წარმომადგენელს. აკავშირებ ესე იგი ამ ორ რიმას. პირდაპირ ვაკავშირებ, იმიტომ რომ ეს საჩივარი შეგდებული ქონდათ, მოდი ისიც ვთქვათ რა, რომ ისეთ საჩვენებელი ცინიზმია. ეს ფონდების დაყადაღება მოხდა ფორმალურად პირდაპირ კგბ-ს ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, ხო, ნანა კაკაბაძემ და შაქარიშვილმა და ხა კაკაბაძეს ვინც არ იცნობს, რა ვიცი, ბილეთი და ის პაზივნოი შეიძლება ბევრის არ გვინახავს, კი არა, არავის არ გვინახავს, მაგრამ თუ ვიღაცაზე შეიძლება დანამდვილებით თქვა, რომ აი ეს თელი ცხოვრება რუსეთს ემსახურებაო, ერთ-ერთი ეგ არის, ხო და აი ამათი მიმართვის საფუძველზე, სახელიც ეგრე ქვიათ, ხო, რაღაც ნეიტრალური საქართველო. პირდაპირ აი კატასტროფა, ნუ ხო, პირდაპირ ამბობთ ჩაობაროთ საქართველო. ეგრე იკითხება ეს ნეიტრალური. ბატონო, ხო, აი ამათი მიმართვის საფუძველზე დაწერა პროკურატურამ ის სამარცხვინო ტექსტი და უბრალოდ მინდა რომ ის ტექსტით წავიკითხოთ, იმიტომ რომ ეხლა ნუ წავიკითხავთ, მაგრამ აი ორველი რო წაგვიკითხავს, ან ისტორიის წიგნებში 30-იანი წლების განაჩენები რო წაგვიკითხავს, ისეთივე შემზარავია. რატომ დახურეს ეს ფონდები? აი მაგალითად რა ეწერაო გადარიცხვის კითხვებშიო თუ გადარიცხვის დანიშნულებებშიო. აი ბავშვების დახმარება, წინა რაღაც საქართველოს თავისუფლებისთვის, მებრძოლებისთვის შემწეობა და ამას მიიჩნევენ დანაშაულად, ხვდები? პირდაპირ რუსები არიან, პირდაპირ ცინიზმით მოდიან და ეს არის მათი პასუხი პატრიოტიზმზე, ეს არის მათი პასუხი ამერიკელების შემოთავაზებაზე, რომ შეიძლება მოდი დავლაგდეთ ახლა იმათ კიდე აღარ დავიწყებთ იმათზე ლაპარაკს, რომ რამდენად კიდევ ილუზიებში არიან, რომ ივანიშვილთან შეიძლება დაალაგდნენ. გამორიცხულია ეს თემა, ხო? ივანიშვილს ან ეუნებიან, ან ივანიშვილს რა უნდა, რუსებს რეალურად ხა ივანიშვილი არ არსებობს, ხო? რუსებს ან ეუნებიან, რომ კაი, თქვენი იყოს საქართველო და ჯანდაბას თქვენი თავი, ან ცდილობენ, რომ დაეხმაროთ ქართულ ხალხს. ხა მან შუალედი არ არსებობს. და როდესაც საუბრობთ ასევე რუსები რას აკეთებენ, დღეს ვრცელდება ინფორმაცია ქათამაძე, რომელიც დაიჭირეს, სახელი არ მახსოვს, დიდი ბოდიშის მოხდით რა. არის თურქეთში გაზრდილი ქართველი, რომელიც თელი ცხოვრება ემსახურებოდა ქართულ საქმეს. თელი ცხოვრება. ეს არის სამაგალითო ქართველი, რო გვინატრია. გულ სიმშილობა როგორც იქნა შეწყვიტა, ხო რაღაცნაირად. ბატონო. და ამ ადამიანს ეხა უპირებენ ეს ქოცები, რუს ქოცები უპირებენ საქართველოსთან გაძევებას და მასზე დაკავების ორდერია, როგორც თვითონვე თქვა, გაცემული თურქეთში, იმიტომ რომ თურქეთში ეწევა ქართულ საქმიანობას. იქაურ მილიონობით ქართველს უღვიძებს ეროვნულ თვითშეგნებას, აკეთებს ქართულ საქმეს და აი ამ კაცს აძევებენ. იმიტომ რომ რატო ქართველი რო იყოს, ცუდი ხელისუფლებაც რო იყოს აქ, მაგრამ ქართული. ასეთ ადამიანს ხო გამორიცხულია რომ აძევებდეს ქვეყნიდან, ხო? ფაქტიურად შენ ქართველს, რომელიც ქართულ საქმეს ემსახურება, აძევებ და აბარებ ამ შემთხვევაში თურქეთი იმპერია არ არის, მაგრამ ეს ის სახელმწიფოა, რომლის ინტერესებში არ შედის, რომ ამ ტიპის საქმიანობა მიმდინარეობდეს მის ქვეყანაში, ხო და ხა ჩვენი რა ინტერესია ამაში? ნუ შემზარავია ამ ხრივ ეს ვითარება, რა უნდა მოხდეს, კითხვა ასე იყო, რომ რა უნდა შეიცვალოს, ხა მარტივი არ არის, მე შორს ვარ იმაზრისგან, რომ ვინმეს ან უსაყვედურო, ან ურჩიო, იმიტომ რომ რასაც ჩვენ უყურებთ არის ძალიან გულწრფელი, ძალიან თავდადებული, ძალიან თანმიმდევრული პროტესტი. კი, ამ პროტესტს დახატავდა კიდე დამატებით ბევრი რაღაც, რაც სავარაუდოდ გვაკლია, მაგრამ მარტივია ხა სათქმელად, მარტივია საპროფესოროდ, მაგრამ ძალიან რთულია, როდესაც იქ ხარ, როდესაც აორგანიზებ თუნდაც დახმარებას, აორგანიზებ პროტესტს, ამიტომ იმის მაგივრად ხა რაღაც ჭკუა ვასწავლოთ, მე მაგ აი ყოველდღიურად ვფიქრობ, რომ
აი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც იქ 100 რაღაცა დღეა ყოველდღიურად და მადლობაც არასწორია, იმიტომ რომ ისინი ვინმესთვის კი არ დგანან, საკუთარი თავისთვის დგანან, საკუთარი სამშობლოსთვის დგანან, სწორ საქმეს აკეთებენ, მაგრამ მადლობა იმ ყველას ნაცვლად, ვინც იქ ან ვერ დგას, ან არ დგას, იმიტომ რომ ისინი არიან დღეს საქართველოსთვის მებრძოლი ფლაგმანები, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს უნარჩუნებენ გადარჩენის შანსს. ეს პროტესტი რო არა, ჩვენ რადარებზეც აღარ ვიქნებოდით დღეს. ზაზა, იცი რა, ესეთი აზრიც მომისმენია, გულისკივილით რასაკვირველია, რომ ეს იმის ბრალია, რომ ძალიან დიდი ნაწილი ქართველობისა ან გულგრილია, ან ნეიტრალურია, ან ვერ გზნობს თავის-თავში ძალას და იმ მონდომებას, რომ გარეთ გამოვიდეს და აქტიურად გააპროტესტოს და აი ეს იმ ხელა არის, რომ ფაქტურად საყრდენია ოცნების რა და მართლა ესეა, რომ ბევრი ქართველი არ მონაწილეობს ამ პროტესტში. მე რო ვუყურებ ამ იმას, მგონია რომ ამის ეხა ის ან ყველა ჩემი ნაცნობი რო იქ არის, ეს არ ნიშნავს რომ მთელი საქართველოა, ხო? ბევრი ნაცნობი სხვადასხვა მეორე მხარესაც არის, უნდა ვაღიარო, საშინელებაა რა, მათ შორის ისინი ახლობლები და ერთად გაზრდილები, ისეთ რამებს მეუბნებიან, რა სად გავიქცე არ ვიცი. მაგრამ აი ეს რაოდენობა მართლა ესეთია, რომ კრიტიკულ მასას ვერ მიაღწია პროტესტმა, ვერ აკრიფა ასე ვთქვათ რაოდენობა. არა, არ მიმაჩნია რომ ესეა, მე მგონია რომ საქართველოში კრიტიკული მასა უკვე დიდი ხანი აქეთ არის, ჩვენკენ არის, ქართველებისკენ არის, ანუ ასეთი მრავალფეროვანი, დემოგრაფიულად მრავალფეროვანი პროტესტი მე მართლა არ მახსოვს. ნუ ბოლო 12 წლის განმავლობაში არ მახსოვს, ეხა ეროვნული მოძრაობის პერიოდი უკეთ გეხსოვება და მაშინ მართლა მთელი საქართველო იყო და ესეთი სხვაობები არც იყო, რა სოციალურ ფენებზეა მაშინ საუბარი, ხო, მაშინ იყო ერთიანი არც ვიცოდით რომ სხვაობებზე უნდა ვიფიქროთ, ხო? კი ბატონო, ხო და ეხლა აი ძალიან ბევრი შრია საზოგადოების ეთნიკური წარმომადგენლების, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, ასაკობრივი ჯგუფები, ანუ 80 და 90 წლის ხალხი დადის აქციებზე და ნუ ბავშვები დადიან აქციებზე. ანუ ისეთი ხალხი განკოცებულები ბჭყალებში, ხო, ვინც გუშინ და გუშინ წინ აქტიურად უჭერდა მხარს ოცნებას. მართლა მთელი საზოგადოება იქ არის, ყველა მოქალაქე იქ არის და მეორე მხარეს ახლა არიან ობივატელები ნაწილობრივ და ობივატელები ყველა საზოგადოებაში ყველგან ბევრია, ამიტომ ვერ უსაყვედურებთ ვერავის, ანუ ჩვენ თვითგვემას ვერ დავიწყებთ, რომ ქართველები ცუდები ვართ, ანუ ამაზე მეტი ადამიანი არც ერთ საზოგადოებაში არასდროს არ იბრძვის. ახლა 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში 300,000 კაცი რო ქუჩაში დგას, ამაზე მეტი ვერ გექნება, ამაზე მეტი აქტიურ ბრძოლაში ჩართული ვერ იქნება ვერასდროს. ეს აბსოლუტურად მართალია, მოგზაურია და ვისაც სხვაგან უცხოვრია, ის დაგვეთანხმება, რომ ყველა ეგრეა რა, ყველა ქვეყანაში ეგრეა და არ არსებობს ეს საქართველოს. აი წარმოიდგინე, ახლა ამერიკაში 30 მილიონი კაცი რო გამოვიდეს ქუჩაში, იმის ტოლფასია ჩვენი 300,000. რას ლაპარაკობ ამერიკაში ხო, მაგრამ უბრალოდ აქ რეაგირება არის სხვანაირი და მილიონიც რო გამოვიდეს უკვე საკმარისი იქნება რომ რეზოლუციები მოხდეს. უბრალოდ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა არ არის ეგრე აწყობილი რა. ხო, ანუ ეს საუბარი იმაზე რომ ობივატელები არიან ოცნება მათზე დგას, ახლა ოცნება რუსეთის საქართველოში დგას პროპაგანდაზე, დგას დეზინფორმაციაზე, დგას ადამიანების ტვინის გამორეცხვაზე, შენ ახსენე რომ იქითაც ბევრი მეგობარი ყავს თუ ნაცნობი, მე მეწყავს ადამიანები, რომლებიც კი ვიცნობდი, ზოგთან მეგობრობდი, ზოგთან ძალიან მეგობრობდი, მაგრამ დღეს ჩვენ ვარ არა მხოლოდ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვარ, ჩვენ ფრონტის სხვადასხვა მხარე, ისინი ებრძვიან საქართველოს და მე და შენ და ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის. და ეხლა რასაც ამბობ რომ ისეთ რაღაცებს მეუნებიან რომ ზოგჯერ გაუგნებულ ვარ რომ მოდი ასე ვთქვათ რა ამ ხალხში სულელი არავინაა მე ღრმად მჯერა რომ არც ერთ მათგანს არ სწამს არ ჯერა იმ აბსურდს რასაც გეუბნებიან რასაც გვეუბნებიან უბრალოდ რა სიტყვიან უსინდისო ვარო გავიყიდეო რა ქვია სული მივყიდე ეშმაკსო ივანიშვილსო რუსე ხო არ გეტყვიან ამიტომ გეტყვიან რაღაც თან ესეთი გაცდა გამიჩნდა მაგალითად აი ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ ისე გულწრფელად გაღიზიანებულები არ არიან, აი ეს არიან ხოლმე რა მაგალითად მომისმენია რომ აი ეს ისინი ეს რაღაცას წიწილებივით დარბიან და დღეში ჩააგდეს რუსთაველი და ამას ესე ამბობენ რომ რაღაცა შეიძლება ღრმაქოცნობიაში სადღაც აქვს ჩარჩენილი, მაგრამ ეს გულწრფელად მეუბნება ხოლმე ესეთი რამეს აღარ ვიცი, ამას რა უნდა ელაპარაკო, არაფერი ხო საერთოდ დამთავრდა მასთან ურთიერთობა. ხო, რა თქმა უნდა დამთავრდა, იმიტომ რომ მათ თავისი არჩევანი გააკეთეს და ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევანი, ეს არის ცხოვრებისეული არჩევანი, ეს არის არჩევანი დადგემ მტრის მხარეს. ხა თუ დღეს ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ მეორე მხარეს არის რუსეთი,
ну ის უბრალოდ ჭკუასუსტია რა, თუ მართლა ეჭვეპარება და არავინ არ არის მათ შორის ჭკუასუსტი. ყველას ეს არჩევანი გაკეთებული აქვს შეგნებულად, ხო? აი, წეღან ვახსენეთ ივანიშვილის წარმომადგენელი, რომელიც დეგნანს ხვდება, ხო? ეს ხალი ჩვეულებრივ დემოკრატიულ საზოგადოებაში მერიტოკრატიული წესებით ალბათ ვერასდროს ვერაფერი ვერ გახდებოდა. დღეს დადის რაღაც 50,000-იანი ქურთუკი თუ რაღაცეები აცვია, ხო, საიდან აქვს ამხელა თანხები, რომ ყოველ დღე ეგეთი რაღაცეები ეცვას, ხო, ეგეც ხო ცალკე საკითხია, ხო? მაგრამ აი დადის რაღაც ძვირიანი აცვია, პაესტკებშია, მიკროფონი აქვს, თანამდებობა აწერია სადღაც, ვიღაცას ხვდება, ხო? ანუ შემდგა თვითონ გონია რომ შემდგარია. ღალატი სხვა კი არაფერია. მონღოლები რომ შემოვიდოდნენ და ვიღაც მათთან რომ მივიდოდა და მე გავაკეთებ შენ საქმეს, ოღონდ კარგად მაცხოვრეო. ეგ იყო ღალატი და ეხლა იგივე ხდება, განარამე განსხვავებულია. ზოგი თანამდებობაზეა, ზოგს უბრალოდ 300 ვარად ყიდულობენ. ზოგს მილიონები აქვს, ხო? მაგრამ შინაარსობრივად ეს არის. და ჩვენ რაც ხო, ჩვენ რაც გვევალება და ამის წინააღმდეგ რაც არის მთავარი იარაღი, არის აი სულ ხმარობ ამ სიტყვას რა მეხსიერების ჰიგიენა. მეხსიერება არ არის აკვიატება, მეხსიერება არ არის წარსულზე ჩაციკლა. მეხსიერება არის ჰიგიენა, არის თავდაცვა, რომელიც გიცავს სტრული პროპაგანდისგან. რაღაც აბსურდ შემოგიგდებს, რომელიც გამოიყენა რუსმა 100 წლის წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ. ავტომატურად აგინთებს, რომ არა, ეს უკვე ვიცი, ეს ხაფანგი მინახავს, ამას გვერდზე უნდა შემოუარო, ამაში არ უნდა გავება. აბსურდს, რომელიც გამოიყენეს რუსებმა 30 წლის წინააღმდეგ და იგივე ხდება დღეს. ანუ ადამიანები ხა იგივე სააკაშვილის მიმართ ორი განაჩენი დადგა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ხო? მართლა, ანუ სასაცილო არ არის, აღმაშფოთებელია, გასამწარებელია, რომ ადამიანები, რომლებიც მართლა მილიარდებს იპარავენ, სააკაშვილს ასამართლებენ რაღაც ჰაველის გასვენებაში მიტანილი გვირგვინისთვის, ვიღაცასთან მიტანილი ქართული სუფრისთვის, პაშინიანის თუ ვინ იყო მაშინ კოჩარიანის ცოლთან მიტანილი ქართული სუფრისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? აბსურდი იქნებოდა ეს მე მგონი მაგასაც ხაზგასმით ცინიკურად თაკეთებენ, იმიტომ რომ ასაგებია როგორ შეიძლება ახლა მაგას. ხო, და ახლა გამოვიდა ეს თავდაუბანელი ბოლშევიკი, სხვადასხვა დაბანეს ბოლო ხანებში თავიანთ ყობახიძეს, იმდენი ხანი ვეძახეთ, რომ დაიბანა ბოლოს თავიანთ, ვიღაცამ უთხრა, რომ ეგრე არ შეიძლებაო, მაგრამ მაინც თავდაუბანელი ბოლშევიკია და ამ ყობახიძემ თქვა, რომ ისაო ჩვენთანო 9 მილიონი რომ ვიღაცამ მოიპაროსო, წარმოიდგინეთ რა მოხდებაო, ჯერ ერთი იქ ბრალდება მოპარვა არ ყოფილა, ეგეც უსინდისობა, მაგრამ ეხლა ყობახიძეს რა უნდა ელაპარაკო ამ არარაობას. ბრალდება მოპარვა არ ყოფილა. მეორე 9 მილიონი კი არა, 10 ჯერ და 100 ჯერ 9 მილიონებს იპარავენ. ესენი არიბაშვილი ჩვილებს დაატარებს და რითი დაატარებს გავიხსენოთ, წილოსანის მამას 65 მილიონის მოპარვას ედავებოდნენ და უბრალოდ დაალაგდნენ მერე, უთხრეს რომ ეხა იქნები დამჯერი მსახური, რასაც გეტყვის, იმას გაიმეორებ და არა მხოლოდ ეს 65 მილიონის თემა მოუხსნეს. კუდიგორის მთა აქვს მოჭრილი. მოჭრილია და საოცრება გველეშაპია. ინა ხავს ფოტო? იმ ნახე გამომიგზავნა სპეციალურად. კი ბატონო, ხო და ნუ აი, რაზე ვსაუბრობთ? ეს ხალხი ვიღაცას ელაპარაკება, შენ ის რა ქვია, ფუდი რატო არ გახურავს და Red Bull-ი რატო უყიდე ჰილარი კლინტონს პიაცაზეო? შენ მიერ ვიაშენებულ პიაცაზეო, Red Bull-ი რატო უყიდე ამერიკის სახელმწიფო მდივანსო, რომელიც აქ იყო ჩამოსული, ხო? მაშინ როდესაც შენ ელცთან შეხვედრა გაქვს, სამადლობელო. აი ეს შედარებები აბსურდში ვართ აბსოლუტურად, აბსურდი იქნებოდა ესენი მართლა რო იყვნენ, ვიმეორებ. ცუდი ხელისუფლება რო იყოს, აბსურდი იქნებოდა, მაგრამ რუსები არიან და რუსების სამსახურში მყოფი, შეგნებული მოღალატეები, ანუ ამას სხვა არაფერი არ ქვია. ზაზა, ეხლა ერთი ისეთი კომენტარი მოვიდა და არ ვიცი, ფიქრობდი გამომეტანა თუ არა, მაგრამ გამოვიდა მაინც და იმედი მაქვს, რომ შენ თუ არ გინდა თქვა ამაზე კომენტირება და რაღაცნაირად თვლი რომ არ არის საჭირო, სრული უფლება გაქვს, ცხადია, მაგრამ მეორე მხრივ რაღაცნაირად უნდა შევაფასოთ ერთმანეთს, აი მოდი და ეხლა მეორე ლაპარაკი რო არ იყოს. უპირველეს ყოვლისა დაგსახსრულობას და ქაოსს ხელს უწყობს საქართველოს წყურბელების გიგაბოკერიაზე თამარჩერგული ეგრევე ფედერალისტები. ეხლა მე არა მაქვს ესეთი დამოკიდებულება ამ ხალხისადმი, მაგრამ როგორ უნდა მოვგვარდეთ? შემდეგი კითხვა. ოკეი, კარგი. რაღაცები ლაპარაკათაც არ ღირს. კარგი ბატონო. კარგი. ეხლა რა მინდა იცი, აი შენ სათაური გუშინო კითხე გამოვიტანე. ხო, ჩვენ გამოგვიტანია წარსულის დაბრუნება და მე ცოტა სხვანაირი ვერსია მქონდა, ჩემი ვერსია იყო ისტორიის დაბრუნება. ისტორიის, ხო, ბოდიში, მე ჩემი შეცდომაა ეთქვა, ხო. გეტყვი რატომ? იმიტომ რომ ისტორიის დაბრუნება არის ამაზე ცოტა უფრო ცლად მინდა დავწერო და თუ ცხოვრება მოგწევს ამის საშუალებას სხვადასხვა ფორმატში ვისაუბროთ კიდევაც, მაგრამ
30-35 წლის წინ ცნობილმა მეცნიერმა, რომელიც საქართველოში მრავალჯერ არის ნამყოფი, ფრანცის ფუკუიამამ დაწერა წიგნი, სადაც საუბრობდა ისტორიის დასასრულზე, ხო? საბჭოთა კავშირი დაინგრა, ვარშავის პაქტი დაინგრა, ლიბერალურმა დემოკრატიამ გაიმარჯვა, რაღაც პრობლემები რჩება, რა თქმა უნდა, მაგრამ სოფლიოში დასრულდაო ყველა არსებითი წინააღმდეგობა, ნაციზმი დასრულებულია, ფაშიზმი დასრულებულია და ეხლა ყველანი მივდივართ ნათელი მომავლისკენო. ცხადია, ხა აკადემიური გადმოსახედიდან მას შეიძლება ქონდა ძალიან დამკვირვებლის სტატუსიდან გამომდინარე ქონდა სწორი დაკვირვებები, მაგრამ პროგნოზებში იყო აბსოლუტურად აცდენილი, ვინაიდან ეს პროგნოზები არ ითვალისწინებდა ადამიანის ბუნებას და ამ პროგნოზებმა და ამ მიდგომამ გამოიწვია ის, რომ დასავლეთმა აი პრაზივალო მტრები რო იტყვიან, ხო, მთელი 90-იანები და 2000-იანების პირველი 10 წელიც კი, რაღა 10 წელი, ანუ 2022-მდე, სანამ რუსები უკრაინაში მთელი ძალებით არ შეიჭრენ, ყველაფერი გამაზეს, ანუ რაც უნდა გაეკეთებინათ, არაფერი არ გააკეთეს, ხო? ეხლა 90-იან წლებში ზოგი იხსენებს ახლა ისე უარყოფით კონტექსტში კლინტონის და ლუინსკის სკანდალებს და სომალის დაბომბვას და იუგოსლავიის დაბომბვას და მართლა აბსურდები ხდებოდა, ხო? ანუ იმის მაგივრად რომ ბოლომდე მieყვანათ საქმე და ეს რუსეთი ექციათ ეროვნულ სახელმწიფოდ, როგორც გერმანია აღარასდროს არ გახდება ისეთი, როგორიც იყო 45 წლამდე, როგორც იაპონია არასდროს არ გახდება ისეთი, როგორიც გახდება 45 წლამდე, იმიტომ რომ ბოლომდე მieყვანეს ის საქმე, ხო? აი რუსეთთანაც ესე რომ მოქცეულიყვნენ დღეს, რუსეთი იქნებოდა ჩვეულებრივი ცივილიზებული სახელმწიფო, რომელთან მეზობლობაც, მეგობრობაც, ვაჭრობაც, ყველაფერი იქნებოდა სასიხარულო და ბუნებრივი ყველა მეზობლისთვის, ხო? ამის ნაცვლად მათ რუსეთს გადაუგდეს მაშველი რგოლი და იმის მაგივრად რომ ძალიან ფრთხილად ყოფილიყვნენ 25-26 წელია უკვე პუტინი სამხრივ ომს აწარმოებს დასავლეთის წინააღმდეგ და ეს არ შეცვლილა მაგრამ ეს ყველაფერი ახლა შეიძლება ჩამოთვალე გაგძელე უთხრობა დაინა ეხლა მაინც დაინახეს რომ შეეშალა თუ მაგ მაინც ვერ ხედავ რა ანუ გააჩნია ხო ძალიან ბევრმა დაინახა ევროპაში მოცემულობა რადიკალურად არის შეცვლილი ზოგი ადამიანი არ აღიარებს ახლა მერკელი გამოვიდა და ისეთი რაღაცები ელაპარაკა რომ მართლა გასაბრაზებელია და ის იმსახურებს იმაზე ნუ ძალიან ცუდ იმსახურებს გერმანული საზოგადოებისგან მაგრამ მე მგონი მან მიიღო ეს იმიტომ რომ დღეს გერმანიას ყავს კანცლერი რომელიც არის მერკელის პარტიიდან და რომელიც არის ალბათ თავარი ანტიმერკელი ფიგურა გერმანიაში რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ დაამტკიცოს რომ მერკელი ცდებოდა მთელი მისი კანცლერობის განმავლობაში ხო მე ვთვლი რომ თუ მას მიეცემა ამის შანსი და მე დარწმუნებული ვარ მას მიეცემა ამის შანსი ფრიდრიხ მერცი იქნება გერმანიის საუკეთესო კანცლერი რომელიც ჩვენ გვახსოვს ჩვენი ცხოვრების მანძილზე მისი რიტორიკიდან მისი დამოკიდებულებიდან ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რაც იკვეთება ასე ჩანს და ამის იმედი ნამდვილად უნდა გქონდეს ხოლო რაც შეეხება იმას ვინ რას მიხვდა კი ძალიან ბევრი მიხვდა ევროპაში ასევე ძალიან დიდი იმედის საფუძველია ის რომ შეიქმნა ახალი სამკუთხედი საფრანგეთი რომელსაც აქვს ამბიციას და შესაძლებლობაც გერმანია რომელსაც როგორც იქნა ყავს ძალიან სწორად მოაზროვნე ხელისუფლება და რომელიც შეკრულია მიუხედავად იმისა რომ AfD-მ 20% აიღო და ბრიტანეთი რომელიც ბრუნდება ევროპაში, არა ევროკავშირში, მაგრამ ევროპაში და თავის გადარჩენას, თავის თავს, თავის უსაფრთხოებას ხედავს აი ამ საერთო ძალისხმევაში, ხო? სხვათა შორის ქართულ პოლიტიკურ ველზე რო გადმოვიხედოთ, რა საინტერესოა, რატო არ ეუნება იმათ, რომ აი ერთიანობა კი არაო, აი დაკუცმაცებული ვიყოთ, მე ჩემ საქმეს მივხედავო და შენ საქმე არ ეუნება ბრიტანეთი, ხო? გავერთიანდეთ რეალურად ამას ეუნება. ამას დაემატება ცხადია ნორდიკული ქვეყნები ამას დაემატება პოლონეთი უზარმაზარიანი 40 მილიონიანი ქვეყანა ამას ემატება ასეთი პირი უჩანს თურქეთიც რა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ეს არის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა ეს კონკრეტულ კითხა უბრალოდ გასაზუსტებლად გონია რომ თურქეთი შეიძლება ამაში სრულყოფილი მონაწილე იყოს ერდოღანის ყოფნისას თუ მაინც რთული იქნება, ამიტომ თქვი ასეთი პირი უჩანს თქო ყოველ შემთხვევაში თურქეთი არაორდინალური მოთამაშეა, მას განსაკუთრებული და განსხვავებული ინტერესები აქვს, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, რომელზეც საუბრობდით ევროპაში, მაგრამ ის არის მოთამაშე, რომელიც ამ დიდ გადალაგებაში აქტიურად იქნება ჩართული და უნდა იყოს კიდევაც ჩართული და მე ვფიქრობ, რომ ის სწორ პოზიციაზე იქნება მიზესთა გამო. როდესაც ევროპა ამბობს, აი რაღაც ესეთი ის გაიგრძელა, რომ თურქეთი თქვათ, თურქეთის როლი იქნება ის, რომ აი როცა ამბობენ სამხედრო მონაწილეობას, თურქეთის ჯარის იმედზე იქნება. ეს რამდენად რეალური და რამდენად სწორია, იმიტომ რომ ამ უფლებების გადაცემას მე შემდეგ მოყვება ხოლმე პრობლემები, როგორც წესია და
საჭიროა, თქვათ ესეთი სამხრივი თურქეთის ჯარის მონაწილეობა სადო კითხვა ვერ გავიგე. იცი რა 50000 კაციო თურქეთი გამოყოფსო და ნუ მაგალითად იგივე უკრაინაში, იგივე სადაც საჭირო იქნება, უფრო იმიტომ ჩვენ არ აქვს. დაახლოებით ესე გადაითარგმნა ესე ჯერჯერობით არა ვარ გზად. მაგალითად გერმანიის მობილიზაცია, საფრანგეთის მობილიზაცია უფრო თურქეთს შეუძლია ბევრის ასე ვთქვათ გაღება რა. და ნუ აი არ ვიცი ცოტა ისო გადაბრალება და გადაბარება ხო არ არის მისი რა ქვია ხო, მოდი ასე ვთქვათ, ეხა ეს თავიდან ბოლომდე სპეკულაციური მიდგომა და მგონია რომ არასწორი მიდგომაა, ღმერთმა უწყის რა იქნება, ვინც აჩევა, 50000 თუ რამდენ ჯარისკაცს იქნება, როგორ გამოიყენებს. პრობლემა მგონია სხვაგან. მე ყოველთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საინფორმაციო პროპაგანდის და საინფორმაციო ომის ფაქტორებს, ხო? ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სტატისტიკა თუ რამდენი ადამიანი არის მზად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაიცვა საკუთარი ქვეყანა თავდასხმის შემთხვევაში. და კატასტროფულად დაბალია ეს მაჩვენებელი გერმანიაში და კიდევ უფრო დაბალია ჰოლანდიაში. მაგრამ სადაც მაღალია, იქაც კი სადღაც აი 50-55%-ის ფარგლებში არის ძალიან მაღალი ევროპის ქვეყნებში. ეს რას ნიშნავს? ეს არის მათი ეროვნული იდეის და საინფორმაციო პოლიტიკის ტოტალური ჩავარდნა. ნაპოლეონი ამბობდა ეგეთ რაღაცას, რომ არ არისო საჭირო რომ მტერზე ობიექტურად ძლეხა ზუსტი ციტატა ნუ მომთხოვთ, მაგრამ ნუ აზრი ეს იყო, რომ არ არის საჭირო რომ მტერზე ობიექტურად ძლიერი იყო, რომ მოსახლეობა მეტი ყავდეს, ეკონომიკა უფრო ძლიერი ქონდეს და შენ საკმარისია რომ მტერს უფრო ძლიერად შეხვდე და დაამარცხო კონკრეტულ დოზს და კონკრეტულ ადგილას. ანუ მტერი თუ გატეხი კონკრეტული ბრძოლის ველზე, მეს დანარჩენ ტერიტორიას და ეკონომიკას და ყველაფერს უპრობლემოდ იღებ, ხო უკვე? აქედან გამომდინარე, ეს იყო მთავარი შეცდომა ზუსტად, რასაც დასავლეთი უშვებდა მთელი ამ წლების განმავლობაში, ყოველ ჯერზე როცა რუსეთი იქცეოდა აგრესიულად, იწყებოდა კასკადი ამ რაღაც პროფესორული სტატიების, რომ იცი რა, ჩვენ მაინც ეკონომიკა უფრო ძლიერი გვაქვს და არმია იმათ დაჟანგული ყავთ. კი ბატონო, კი, ეკონომიკაც მეტი ყავს, გააქვს და ბევრად შეუდარებლად უფრო დიდი ეკონომიკა აქვს. ეხლა რას საერთოდ რას ვადარებთ, ხო? დემოგრაფიულადაც შეუდარებლად მეტნი ხართ, მაგრამ რუსეთი არის ავადმყოფი ქვეყანა, რომელსაც აქვს ნება, რომ აი ეს დაჟანგული ტექნიკა და ეს ჩასვლილი ხალხი გამოიყვანოს ბრძოლის ველზე და ააბრძოლოს. და შენ ყავს მოსახლეობა, რომელსაც რა ვიცი, რომლის 80% გეუბნება, რომ რომც შემომესიოს ტერი, მაინც არ დავიცავ ჩემ ქვეყანას, ხო? აი ეს არის ჩავარდნა, ამას უნდა მიეხედოს. ამას უნდა მიეხედოს მთელი ევროპის მასშტაბით და მაშინ არ გახდება საჭირო საუბარი იმაზე, რომ თურქეთმა 50000 კაცი მოგვაშველოს. მაგრამ კითხვა მაქვს, ესე იგი, არ ვიცი, ერთი და იგივე წყალოს უყურებდით თუ არა, მაგრამ მე ვნახე რუკა Facebook-ზე, რომელზეც იყო დახატული და მაგალითად საქართველოს წერია, რომ 75% თუ არ მეშლება აი 50 გაცილებით მაგრამ მზად არის დაიცვას საკუთარი ქვეყანა. ეს მართლა ესეა თუ სიტყვაზე უთხრეს თუ აბა ომი გინდა რატომ აი რაღაცა ის არის რა დისონანსი და როგორ ფიქრობ ეგრეა მართლა ქართულებში? ხო, ერთი უწმაწურის გამახსენდა რუკა მსგავსი, რომელიც სოფლიოს ქვეყნებს ალაგებდა გარკვეული კატეგორიის მიხედვით და ქართველები ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყვნენ, მაგრამ სავარაუდოდ ინფორმაცია თვითონ იყო მიწოდებული, ხო და? თვითონ იყო მიწოდებული, ხო, აქაც ეგ შემთხვევაა ეხლა, რა ვიცი, სადღეგრძელოს რეჟიმში თუ ვართ, 75% კი არა, 100% რატო არ არის მაგ გრაფაში, ხო? სამწუხაროდ ეხლა ეს ეგ ნაწილი იმდენად სანდო არ არის, ეგრე რო იყოს, მაშინ ქოცების და რუსების თავარია პროპაგანდა აი ამ ომიგინდასთან დაკავშირებით ვერ იმუშავებდა. ესე რო იყოს, მაშინ ამ დღეში ნამდვილად არ ვიქნებოდით, ხო? დღეს ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სალომე ზურაბიშვილს წამოსდა ეს, მაგრამ მაშინ ეს ოცნების რიტორიკის ნაწილი იყო, რომ ჩვენ ჯარი არ ყავს და არ გვეყოლება, იარაღი არ გვექნება და მართლაც დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში შეუდარებლად ყველაზე უფრო პატარა სამხედრო ბიუჯეტი, ანუ სომხეთზე ბევრად უფრო ცოტა, აზერბაიჯანზე შეუდარებლად უფრო ცოტა და რაც გვაქვს, იმისი თითქმის 60% მიდის ხელფასებზე. ხვდებით, ხო, ანუ რეალურად მართლა ივანიშვილმა იმდენი გააკეთა, რომ ჩვენ ჯარი არ ყავს, ანუ მისი მთავარი ამოცანა არის, რომ უბრალოდ ფორმალურად რაღაცას ჯარი ერქვას, ვიღაცა რო შემოვა ნატოს აქამდე ვიღა შემოვაწი, მაგრამ აქამდე რო შემოდიოდა და უთხრას, რომ აი, ერთობლივ წვნებში მივიღებთ მონაწილეობას, რომ ვიღაცა მიფიქროს, რომ კი ბატონო, ესენი ჯერ კიდევ პროდასავლურები არიან, მაგრამ რეალურად მისი მთელი პრიორიტეტი იყო აი სპეცრაზმი, ეს პირუტყვები, რომელსაც მიუქცევს ხოლმე ხალხს და აცემინებს. ეგენი არის, ვისაც ფულს უხდის, ეგენი არის, ვისაც იდეოლოგიურად ამუშავებს და არა ის, ვინც ნამდვილად საამაყოა და ვინც უნდა იყოს ამ სახელმწიფოს ხერხემალი, ვინც დაგვიცვა არაერთხელ.
ზაზა, დიდი მადლობა. ეხლა ერთი ბოლოს მინდა კითხვა, რაღაცა სხვა და რაღაც იმედიანი გითხარი რა, სად ხედავ შენ ჩვენს განვითარებას ამ სიტუაციის და სასიკეთო განვითარებას რა. როგორ მოვიქცეთ და თუ რამე მოსაზრება გაქვს ემიგრაციისთვის, თქვა ემიგრაციაში სულ არის ლაპარაკი, მაგრამ სამწუხაროდ ევროპასავით და ამერიკასავით ავართ, რა სულ ამბობთ, რომ მოდი ერთად რაღაცა მოდი გავაკეთოთ და სულ ვეუბნები რომ არა ჯერ მე საყვედურობენ რომ შენო რაღაცასო სანამ ფიქრს დაიწყებ კეთებას იწრებ მე ფიქრობოდა მე მგონი ამ შემთხვევაში ახლა ზუსტად ესეა რა მოდი მოვიფიქროთ და ვზივართ ესე და ემიგრაციისთვის ხო არა გაქვს რაღაცა მოდელი ვთქვათ იმიტომ რომ რატო იცი ხშირად ვლაპარაკობ რომ ემიგრაციაში რაოდენობრივად ფინანსურად გონით დაგროვდა ის რესურსი და თანაც თავარი ისა გვაქვს უპირატესობა საქართველოში მყოფების გამო ასე თუ ისე დაცულები ვართ ქართული ოცნება ჩვენზე ვერ გავლენას ვერ ახდენს მაგდანაც და ეს ამ რესურსს არ გამოუყენებლობა ეხლა უბრალოდ დანაშაულია როცა ქვეყანა ესე დღეშია რა ესე იგი სახში ვზივართ ჩვენივრად და წყარად და არავინ არ მეხება და თუ რამის გაკეთება შემიძლია უნდა გავაკეთო მაგრამ როგორ გავაკეთო და რა გავაკეთო სულ ამაზე მინდის ლაპარაკი და შენ ხო არა და რამე ასე ვთქვათ ნედლი მაგრამ მოსაზრებით რა ხო ემიგრაციას რაც შეეხება მართალი ხარ რომ მან ოცნება ვერ წდება რუსები ვერ წდებიან და შესაბამისად არჩევნებში რომელიც გაიმართა სადაც გაიმართა იმიტომ რომ ბევრგან შეგნებულად არ გახსნეს უბნები სადაც გახსნეს იქაც მაქსიმალურად შეზღუდეს ფიზიკურად შეზღუდეს ადამიანებისთვის შესაძლებლობა რომ ხმა მიეცა და ზოგმა ისე გაატარა მთელი დღე რიგში რომ ვერ იმის სახმა მაგრამ მაგ რეალობაში 95-15-ზე წააგო ოცნება მან 85 ეს რა ვიცი ანუ დემოკრატიულ ქვეყნებში ესეთი ციფრები ესეთი რიცხვები არ არის ხო იმდენად წამლეკავ ანუ ხალხს აღარ უნდა ყელში აქ ეზიზღებათ ესენ როგორ შეიძლება რომ არ გეზიზღებოდეს მოღალატე რომელიც შენ ქვეყანას გპარავს ხო ეს იყო რეალობა და ალბათ ის 15% რავი საელჩოების თანამშრომლები იყვნენ რომლებიც პირდაპირ არიან მიბმული და მათი ოჯახის წევრები სხვა ალბათ ერთეულები შეიძლება ყოფილიყო ხო ეხლა მე არ მინდა არავის რჩევა მიცე რა უფლება მაქვს რომ ვინმეს რჩევა მივცე ერთადერთი თხოვნა მექნება რომ ნუ დავხოცავთ ერთმანეთს ტრამპის გამო ბევრჯერ მithოვია ეს ჩემი მეგობრებისთვის შეიძლება მეცოდავ რაღაცას შეიძლება მე მანდ ეგეთი დამოკიდებულება მაქვს იცი რა რაღაცა აი რადგან ეს ხდება მოდი დროებით ჭხილებს გარეთ გავიტანოთ რა მოდი ის ძაღლი მოკტომია ტრამპსაც და იმას ჩემი ქვეყანა თუ დაინგრა რა მაგას ვაყოთ ხო ანუ ამდენ რაღაცაზე ვარ გაყოფილები ხო აი ყველაფერზე ჭუბი გიყვარს ხო იქ რაღაც რომელი ბოზბაში ჯობია თუ ჩიხირთმა, რეალი ჯობია თუ ბარსა და ეხლა დავიწყეთ კიდე იმ ამერიკის და პოლიტიკაზე. მე კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ არც ერთი შეგნებულად არც ერთი კომენტარი არ გამიკეთებია ამერიკის და პოლიტიკაზე დაახლოებით 3 კვირის წინანდლამდე თუ 1 თვის წინანდლამდე, ხო? არ იყო ეს ჩვენი საქმე, სულ ამბობდი რომ არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება რომ ვინმე ხარი დავიჭიროთ, ვინც არ უნდა იყოს ჩვენ მათ უნდა ვემუშაოთ. უბრალოდ ჩემი აზრით დღეს ესეთი რაღაცები ხდება, რაც ნუ ძალიან რთულია, ხა ჩვენზე აისახება პირდაპირ სასიცოცხლოდ და ხანდახან დამღუპველად. ხო, ამის არ შემჩნევა და უბრალოდ იმის თქმა რომ ვასალოთ, არც ეგ გონია სწორი, მაგრამ თუ არ ანუ არ არის პრობლემა რომ ჩვენ ერთმანეთს არ დავეთანხმოთ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ რაღაც ცინიკური დამოკიდებულება, ერთმანეთის ლანძღვა არ გვაქვს, აი ამის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს, ხო? ჩვენ უნდა დამოკიდებულება კიდე ჯალაგაც არ ვარ და მაგრამ ამის გამო არ თანამშრომლობა იმ საქმეში რომელიც ერთიანი საქმე მართლა საქმე ვინ მოკითხება საერთოდ ტრამპს იგი რაც უნდა დავჯარდეთ ასე ვთქვათ მთელი ამერიკის ქართულობა ტრამპის წინააღმდეგ ზღვაში წვეთიო ვერანაირ გავლენას ვერ მოაქვს ხო მოდი რა იქ გავაკეთოთ სადაც ჩვენ რაღაცა გვეკითხება და ჩვენ პირადად გვეხება და ხო აი ანუ როგორი დამოკიდებულებაა იცი რა თუ ვიღაცა გააკრიტიკებს ხანდახან გეტყვიან ხო მიდი აკრიტიკე მე ნახე როგორ დაგელაპარაკებაო ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ სულ რაღაც 1 საათის წინ პუტინმა საჯაროდ 1 საათს 2 საათის წინ ხო საჯაროდ დასცინა ტრამპს რაღაც შეხვედრაზე იჯდა ნახე ის ეგ ეპიზოდი არა ეგ ამინახავს მაგრამ ხო რაღაც საჯარო შეხვედრაზე ზის და წამყვანი ეკითხება რომ ბოდიში და თქვენ უკვე ტრამპთან უნდა გქონდეთო ხო ის სატელეფონო საუბარიო და რაღაცას აგდებულად ამბობს კარგად არის მის რას ამბობს მაგრამ მთელი დარბაზი იცინის ამაზე და აგრძელებს შეხვედრას ანუ ერთია რომ ალოდინებს მეორე არის რომ აგდებულ დამოკიდებულებას აჩვენებს ფაქტია რომ ამხელა კაცი რომელთანაც აი ახლა უნდა ილაპარაკო ხო ახლა ან მიდის ეს საუბარი ან უკვე დასრულდა და ჩვენ არ ვიცით იმიტომ რომ ეთერში ვარ ამცირებს დასცინის და ამას აკეთებს საჯაროდ ხო ეხლა ამ კაცთან თუ ლაპარაკობს ახლა ჩვენ მართლა ვინა ვართ რაღაც
უმნიშვნელო გათიტოკაცებული მოქალაქეები ვართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით და ხანდახან ამოვთქვამთ ხოლმე ამ წუხილს, ხო და არასწორია რომ ეხლა შენ ჩუმად იყავი თორე არ დაგელაპარაკება. როდესაც უნდა კრიტიკოსს კი არა და აგერ კაცი დასცინის ამცირებს, მაგრამ მიდის და ელაპარაკება, ხო? სხვადასხვა ესე ძალიან ისე. მე სხვადასხვა ერთ რამეს დაუმატებ რა. გაიხსენებ ვიცე-პრეზიდენტი ვინ არის ტრამპის დღეს? რომელიც სულ რაღაცა რამდენიმე წლის წინ ფაშისტს და გიტლერს ეძახდა რა. კი ბატონო და საშინელებებს ამბობთ. რუბიოც ახლა რუბიოსაც კაიგوارიან ლანძ გიყავს ტრამპი. და პირიქითაც ერთმანეთი ლანძ გიყავს მაგრამ ხო, ამ ვითარებაში, ანუ მე რა მინდა იცი რომ მოდის ცივი გონება შევინარჩუნოთ, უბრალოდ მე ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებ, რომ ყოველთვის არის ხოლმე რომ აი მე ჩემ წუხილს გამოთქვა მას შემდეგ რაც ვამბობ რომ აი ეს ფაქტი დაგროვდა, ხო? მეორე მხარეს როგორც წესი მაგ ხოლმე რომ შენი ციე გვინ არის, ანუ ეგ ტრამპია და მაგას არ მოითმენს, ეგ ამერიკის პრეზიდენტია და მაგას უკეთ ეწოდინება, ანუ მესმის რომ დიდარია, მესმის რომ ძალიან დიდ პოზიციაშია, მესმის რომ რაღაც განდობილი კაცია და ბევრი ინფორმაცია აქვს, მაგრამ აი ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია იმაზე რომ რა ვქნათ, ხო? ეხლა ეს გამიხსენებია რამდენჯერმე რომ შევარნაძეს პერიოდში როცა ვამბობდით რომ მაგალითად აფხაზეთში არასწორი რაღაცები კეთდება, აი მაგალითად, ხო? არასწორია რომ გამოიყვანო ჯარი სოხუმიდან და შეიყვანო იქ დაუცვა ქალაქში ქალები და ბავშვები, ხო? იმიტომ რომ ტერ სიტყვაზე არ უნდა ენდო. მარტივი ამბავია, ხო და ამაზე მეუბნებოდა რომ შენ პატარა ხარ, რა გესმის, შევარნაძე გენშერის მეგობარია, კოლის მეგობარია, ისა რა ქვია, ბეიკერთან ერთად ვახშმობს და იმას ეწოდინება და არ არის ყოველთვის ეგრე რა, ყველანი არიან ადამიანები, ახლა ზოგი ადამიანი ძალიან დიდ შეცდომებსაც უშვებს. ახლა დღეს ტულსი გაბარდმა გადააშიარა ვიღაც რუსი, რუსეთის payroll-ზე მყოფი ტიპია, ამერიკელია, რომელიც მალაიზიაში ცხოვრობს და რომელიც იმიტომ უკრავს ტაშს რადიო თავისუფლების დახურვას, რომ რადიო თავისუფლებაო ეწევა ანტირუსულ პროპაგანდას, რაღაც ეგეთი ეწერა რა, რომ ანტირუსული მესიჯებით ჟღინთავს საინფორმაციო ეთერში. ტულსი გაბარდი საერთოდ რა პერსონაჟია ახლა, აი, არ გვინდა მაგაზე და ხო, ანუ ფაქტია რომ მასაბარია მთელი დაზვერვა, ხო ხა, ამაზე შეშფოთებულებიც არ ვიყოთ, უცნაური იქნებოდა. შესაბამისად, ეხლა რაც შეეხება ამ ბოლოდროინდელ ქმედებებს, ეხლა საფუძველი ნამდვილად გვაქვს. მე თან თუ პირობებში ვარ ორმაგად, იმიტომ რომ წარმოიდგინე, არასდროს არ ვიყავი იმ და არც დღეს ვარ, მეთმა დამიფაროს, რაღაცა იმ რადიკალურ მემარცხენე პოზიციაზე, რომელსაც მოეწონებოდა აი ზოგიერთი ის პროგრამა, რომელიც ეხლა საარაკოთ არის ქცეული, ხო? კი ბატონო, მაგრამ შეგიძლია შეცვალო საინფორმაციო პოლიტიკა, შეგიძლია შეცვალო პრიორიტეტები, გრანტები, შეგიძლია შეცვალო ისა რა ქვია, საინფორმაციო პოლიტიკა ამ შემთხვევაში Voice of America-სიან იმის რა ქვია, თავისუფალი მისი, ხო? მაგრამ მთლიანად გააუქმო ესე უაპელაციოდ, ეხლა ეს ვის აძლიერებს, ეს ხო ამერიკის რბილი ძალა იყო. კი ბატონო, შეიძლება იგივეა, ხო, წარმოიდგინე ეხლა რომ არ მოგწონდეს წინა სახელმწიფო მდივანი და გააუქმო სახელმწიფო დეპარტამენტი როგორც ასეთი, ხო? იმის მაგალითად რომ შენი მდივანი დანიშნო და პოლიტიკა შეცვალა. მე გეთანხმები ზაზა, მე ცოტა ოდნავ სხვა აზრი მაქვს, თქვა იგივე ამერიკა ხარ რბილი ძალა, მე მგონი უბრალოდ აღარ იყო სინამდვილეში და რაღაცა სხვანაირად, მაგრამ ჯანდაბას ეს ნიუანსები არ არის. მესმის რასაც ამბობდა, იმაში კიდე სრულიად გეთანხმები რომ იცი რა, მოდი რა, რაღაც თავს ძალა დავატანოთ და საერთო მიზნები არ დავაზიანოთ იმის გამო. მე ყველამ თავთავის შეცდომას მიხედოს სხვათა შორის რთული რამეა რა, რაღაცაში რომ მონაწილეობას მიიღებ, მე უნდა საკეში ჩაიხედო ხოლმე. მე პირველ რიგში ჩემ თავზე ვამბობ, ყველას ეხება ალბათ ეს, მაგრამ რასიზა, მე მდგომარეობაში ვარ და უნდა აი მართალი ხარ. რჩევას არ მოგცემდო და მე მგონი ძალიან კარგი რჩევა მოგვეცი რა. ხო, თხოვნა იყო უფრო ჩემი მხრიდან და აი რაც ბოლოს თქვი, მე აი ორი ძალიან მინდა მაგ სულისკვეთებას უფრო მეტად მივაქციოთ ყურადღება ქართველებმა, იმიტომ რომ უშეცდომო არავინ არის. და ხშირად მტერი როგორ გმართავს, რომ ადამიანი ერთ შეცდომას რო დაუშვებს, მერე რუსეთი ცდილობს და მტერი ჩვენ რეალურად სხვა არც ყავს, ხო? რუსეთი ცდილობს, რომ იმ შეცდომის მძევლად გაქციოს, ხო? კაი, დაუშვი ადამიანმა შეცდომა, ამაში არ არის არც პრობლემა, არც დანაშაული არ არის. ვიმეორებ, ყველანი ადამიანები ვართ, ხო, მაგრამ ძალიან როგორც საზოგადოებრივად უნდა გავხადოთ შესაძლებელი, ასევე თვითრეფლექსიის რეჟიმი უნდა იყოს, რომ რა მოხდა, ხო, ანუ დღეს რაღაცა იყო, რაღაცა შეიცვალა და დღეს ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები და
ეს საერთო მიზნები არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რაც მოხდა გუშინ და გუშინწინ. ეხლა შეიძლება ვიღაცამ შეომეტრიალოს იგივე და სალომე ზურაბიშვილზე თქვას, რომ აბა მაშინ სალომე ზურაბიშვილს რატო აკრიტიკებო, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს იმიტომ აკრიტიკებთ, რომ ეს სიტყვების მიღმა არ მიდის და სიტყვებიც კი არასაკმარისია ხანდახან, ხო? იგივე სააკაშვილის თემა არ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი. არ არის პოლიტიკური გემოვნება. აბსოლუტურად. შენ თუ თავს დებ იმაზე, რომ რუსეთს ებრძვი, როგორც ქართველი პოლიტიკოსი, მაშინ ის, რომ სააკაშვილი ანტირუსი პოლიტიკოსია და შესაბამისად პროქართველი პოლიტიკოსი, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, ხო? თუ გაქვს იმის უფლებამოსილება, რომ ის შეიწყალო და ამას არ იყენებ, მაშინ ეს არ პრავდება, არ მართლდება არაფრით და არ პრავდება არავითარ შემთხვევაში, მაინც არ გამოუშვებენ, ეს არის აბსოლუტური სისულე. შენ გამოუშვებ, ნუ გამოუშვებენ, იმიტომ შენ შენი გააკეთე, ხო? შენი გააკეთე და მე ის რო არ გამოუშვებს, ეს მისი პოლიტიკური პრობლემა იქნება. ხო, და მე საუბარი იმაზე, რომ მე გამაერთიანებელი არ ვარ, მე კოორდინაცია მინდა, ასე შემდეგ ისე. ანუ ვიმეორებ, ადამიანი თუ არის თანმიმდევრული, უნდა იყოს თანმიმდევრული. შეუძლებელია, რომ შენ პირადი წყენებით გადაწყვიტო, რომ ვიღაც პოლიტპატიმარი არ არის და ვიღაცა პოლიტპატიმარი არის, ხო? აი ამ მიდგომამ ძალიან ბევრი დრო აჩუქა რუსებს საქართველოში. ძალიან ბევრი დრო აჩუქა და სამწუხაროდ მაქინდან ბოლომდე გამოსულები არ ვართ. ეგ არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. გაზა დიდი მადლობა თუ რამის დამატება გინდა კი ბატონო ამას სათხელი თუ არის როცა თulis საჭიროთ არაფერი სასიამოვნოა ყოველთვის შენთან და შენს მსმენელებთან საუბარი და შევხვდებით მალე იმედია აი ახლა მოდი ეს ბოლოს გამოვიტანოთ და ნახო ერთხელ არჩილ გამზარდიან თქვა მგონი იმდენად ცუდი მთავრობა ყოსო სულოდნა უკეთესი ოპოზიცია რო ყავდეს ხო გასაგებია ოპოზიცია მაგას გამოვეხმაურები რა კი ბატონო გამოვეხმაურები არჩილ გამზარდია ნუ ხა დღეს შეიცვალა პოზიცია თუ შეიძლება კარგი ხანია შეიცვალა პოზიცია მაგრამ მე მასთან რამდენჯერმე ყოფილ ვარ ეთერში და ის მაშინ ამბობდა როგორც ხელისუფლების აქტიური მომხრე ამბობდა რომ ოპოზიცია არ ვარგა და მე არ გამოდიოდი როგორც ოპოზიციის აპოლოგეტი უბრალოდ მას დაუსვი მარტივი კითხვა რა გინდა მეთქი ისეთი ოპოზიცია ყავდეს როგორც 2007-ში ყავდა როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრის დაძინებას ლამობდნენ თუ ისეთი ოპოზიცია როგორც 2009-ში ყავდა როდესაც მუხროვანში სატანკო ნაწილში აჯანყებას ამზადებდნენ თბილისის მკვდარ ქალაქად აცხადებდნენ და რუსთავას ვოლიერების მათ რა ქვია აქცევდნენ 4 თვის მანძილზე თუ ისეთი ოპოზიცია როგორც 2011-ში ყავდა როდესაც პოლიციელი მოკლეს და რუსული გრუს სპეცნაზის შემოყვანას გეგმავდნენ ანუ ამაზეა საუბარი ეხა ძალიან დიდი ბოდიში მე არ ვიმეორებ არ გამოდგები ოპოზიციის აპოლოგეტად მაგრამ ნუ გავიხსენოთ ვინ ყავდა ოპოზიციაში მაშინ და ვინ არის ხელისუფლებაში დღეს ის ხალხი. რა გიპასუხოს ხოთიშვილს? მაინტერესებს. არაფერი თანმიმდევრული. ვერ მიპასუხა. კი ბატონო. დიდი მადლობა, ზაზა, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს აქტიურობისთვის. გააზიარეთ ჩვენი ვიდეო, ხარი დაგვიჭირეთ ამ პლატფორმის დაფარვის გაზრდაში და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. ერთი წუთით არ გახვიდეს ანამესა.